სირიაში შეტაკებებს 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სირიის ლატაკიის პროვინციაში რამდენიმე დღეა, რაც სირიის გარდამავალი მთავრობის ძალებსა და ქვეყნიდან გაქცეული პრეზიდენტის ბაშარ ასადის მომხრე შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. 6 მარტს სირიის სააგენტო სანა იუწყებოდა, რომ ასადის შეიარაღებული მომხრეები თავს დაესხნენ ქალაქ ჯებლის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საგუშაგოს. განხორციელებულ თავდასხმას კი უშიშროების სულ მცირედ 11 თანამშრომელი შეეწირა. დღეის მონაცემებით, კონფლიქტს საერთო ჯამში 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. საერთაშორისო პრესაში და სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვისა და მოკვლის ამსახველი ვიდეო კადრები და სურათები. აღინიშნა, რომ გარდამავალმა სამთავრობო ძალებმა დაიბრუნეს კონტროლის სანაპირო ზონებზე და თებში დევნიან ყოფილი პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის შეიარაღებულ მხარდამჭერებს. არსებული ცნობით, შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრა მოითხოვეს.